ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ერთდროულად რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა გასულ კვირაში. ხანგრძლივი და სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით სხდომაზე ერთხმად მიიღო. ცხადია, ამას საფუძვლად დაედო ქართული ოცნების პარლამენტის წევრების მსჯელობაში და შრომაში გათენებული ღამეები, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საბჭოს 4-ვე წარდგენილი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილისგან დაამტკიცეს. ჩვენ არ ვიცით, რა დრო და ფიქრი დასჭირდა მიხეილ ყაველაშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ვინაობაზე ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ მათი კანდიდატურები განხილვის გარეშე ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულმა სხდომამ. იქამდე კი ამავე დაწესებულების, ანუ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე 4-ვე წევრის მოსმენას 1 საათი და 5 წუთი დასჭირდა. ამგვარად, ეროვნული ბანკის საბჭოში არც ერთი ვაკანტური თანამდებობა აღარ არის. ეროვნული ბანკისაც უკვე პრეზიდენტის სტატუსით ქალბატონი თურნავა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე წარსდგება, სადაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის 21 საუკუნის მორიგ მიგნებებზე ისაუბრებს და 8 წლიან სასესხო ხელშეკრულებაზე რეკვალიფიცირებას დაადასტურებს. ცხადია, მომჩივანის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 101-მდე შემცირდა. ეს სული შემძვრელი ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც 3 პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი პარლამენტის პლენარულმა სესიამ დაუჭირა. მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრებს, რომლებმაც CSGO-ს შედეგების მიხედვით 12 მანდატი მიიღეს. და თუ ეს მოხდა, მაშინ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი 99 კაცის და ასევე ქალის შემადგენლობით გააგრძელებენ ერთმანეთში საქმიანობას. ქართული ოცნების პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ. წევრების გამოწვევის მიუხედავად დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება, აცხადებენ მმართველ პარტიაში და კვირის ბოლოს მათი ლიდერი იღებს ზარს ევროპის საბჭოსგან, რომელთა ინფორმაციით გენერალური მდივანი ალან ბერსე უცხოური გავლენის შესახებ კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის შეცვლით შეშფოთებულია. მოგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ალან ბერსეს უთხრა, რომ რუსული კანონის შეცვლისთვის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა აღარ სურს. ქართული ოცნება კანონმდებლობას ამკაცრებს, ადმინისტრაციული ჯარიმები, პატიმრობისვა და 60 დღემდე იზრდება. ასევე სამართალ დარღვევებად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობისვა და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის მუქარისა და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5-დან 6 წლამდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობით. მოკლედ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ჟანრის კლასიკოსები ამბობენ, ეს ცვლილებები ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედების პრევენციის მიზნით განხორციელდა. ღმერთო, შენ დაამხე ჩვენი მტერი, ქართველ ტყლაპია. საქართველოს პარლამენტის ისტორიულ გადაწყვეტილებებს ვერ გაუძლო ირაკლი კობახიძემ და ის ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც შეხვედრები ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან გამართა. ამბობენ, რომ შეხვედრებმა საქმიან და თბილ გარემოში ჩაიარა. გონი კობახიძეს საეტაპო ვიზიტამდე ყაზახეთში, ან შეიძლება მერეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგე მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებულ მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხმედრებზე. თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ვიზიტის შესახებ პრეს-რელიზს არ ავრცელებს, რაზეც არაფერი აქვს სათქმელი ამ პრეს-რელიზი რა საჭიროა ან ინტერვიუ.
სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კი იანვარში DGG-ს სახით ბიუჯეტში 806 მილიონი ლარი შევიდა, რაც თანხობრივად 2024 წლის იანვართან შედარებით 7 მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს არ წარმოადგენს დიდ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალ მილიარდიანი შემოსავლებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია შემოსავლების კლება არ გადავიდეს ტენდენციაში, რაზეც ჩვენი ფისკალური, ადმინისტრაციული და მარად სამართლის ძიებაში დამაშვრალი სახელმწიფო სამსახურები იმედია ცდას არ დააკლებენ. გასულ კვირეულში შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა ლევან გობეჩიამ თანამდებობა დატოვა. გობეჩიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა დასრულდა 18 წლიანი ეპოპეა წინ, დიდი გამარჯვებებია. და პოსტ საქართველოს და ევროკავშირის დროშები დაურთო. BMG-ს კითხვაზე, რა გახდა სამსახურის დატოვების მიზეზი, გობეჩია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საუბარი არ სურს. Საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა. MR ჯგუფის 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის შემდეგ საქართველოს მთავრობა მორიგ პროექტს ასაჯაროებს. Exim Holding-ის შვილობილი კომპანია Achar Energy ენერგეტიკის სექტორში 460 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საინვესტიციო პროექტი დაგეგმილია ქარის 5 და მზის 1 ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში დაახლოებით 360 მეგავატი დადგმული სიმძლავრეა. ხმაურიანი და უფრო ემოციური იყო ტურიზმის ინდუსტრიის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების ნაწილი სფეროში არსებულ პრობლემებზე და სტუმრების ანუ ტურისტების ნაკლებობაზე მიუთითებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წლისთვის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს. ეს კი იმ ფონზე, რომ თავად სექტორი არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, მათ შორის არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე შემცირებულ ჯავშნებზე.